საგამომშვიდობისად მადლობთ, რომ გვიყურებთ. დღევანდელი მატრიცის დიდი ნაწილი ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობის განხილვას დაეთმობა. გაეროს განვითარების პროგრამამ დღეს საგანგებო ანგარიში გამოაქვეყნა სათაურით ეკონომიკური და სოციალური მოწყობილობა საქართველოში. დოკუმენტი ძირითადად იძულებით გადაადგილებულთა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის მდგომარეობაზეა ფოკუსირებული. როგორც მოსალოდნელი იყო დასკვნა არც თუ სახარბიელოა. კვლევის დეტალებით მატრიცაში გაეროს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი ნათია ნაცრიშვილი. საგამომშვიდობის ნათია, დიდი მადლობა მოსვლისთვის. მოდი ძალიან მოკლედ რომ შევაფასოთ, გვაქვს პრობლემები, როგორც ჩანს და ეს პრობლემები საკმაოდ მძიმეა. ერთი შთაბეჭდილებით, როდესაც მე გადავხედე თქვენ დასკვნას, ესე გამოჩნდა. მოგესალმებით, დიდი მადლობა ამ თემის გაშუქებისთვის და ჩემი მოწვევისთვის. მართალაც ბრძანებთ ნამდვილად დასკვნა იყო ისეთი, რომელმაც საკმაოდ გაგვაოცა და ცოტა შეგვაფიქრიანა. დავიწყებ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი შედეგით. კონკრეტულად აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის 70% არის ეგრეთ წოდებული მოწყვლადი. მოდი გავმართოთ ეს ტერმინი. დიახ, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის 70%-ს ემუქრება სოციალურად დაუცველობის რისკი. ცოტა უფრო იოლად რომ განვმარტო, რას გულისხმობთ ამ ტერმინში, ეს არის ეს გულისხმობს ასეთ შინაარსის მატარებელია. არსებობენ საქართველოში ის კატეგორია, მოსახლეობის ის კატეგორია, რომელიც დღეის მდგომარეობით არის უკვე ღარიბი, არის უკვე შეჭირვებული და ეს არის ჩვენის გათვლებით დაახლოებით 36%. ანუ 1/13 მოსახლეობის უხეშად რო თქვი. დაახლოებით 1/13, დიახ. და კიდევ 1/13 შესაძლოა გახდეს უახლოეს მომავალში ღარიბი. სწორედ ამას გულისხმობს ჩვენი მიგნება. ანუ მოსახლეობის ის ფენა, რომელსაც დღეს არ უჭირს, რომელიც დღეს თავს გრძნობს საკმაოდ ჩვეულებრივად, თუ მათ ცხოვრებაში მოხდა რაიმე უარყოფითი ზემოქმედება. მაგალითისათვის თუ შეიძლება ოჯახის რომელიმე წევრმა დაკარგოს სამსახური. ან მოხდეს ან გახდეს ალბათ რაიმე მძიმე დაავადება. მართალია. ან ოჯახმა დაკარგოს მარჩენალი რაიმე მიზეზის გამო, ასეთი ოჯახების ძალიან დიდი რისკი ემუქრებათ იმისა, რომ მომენტალურად გადადიან სხვა კატეგორიაში პრაქტიკულად. დიახ, ძალიან დიდი რისკი ემუქრებათ იმის, რომ ისინი გახდნენ შეჭირვებულები, სოციალურად დაუცველები, ღარიბი. ნათი, არსებობს რაღაცა კრიტერიუმი, რაც ნიშნავს ღარიბი და რაც ნიშნავს არაღარიბი. აი რა ზღვარი აიღეთ ამის განსასაზღვრად. დიახ, ეს თემა საერთოდ საკმაოდ საკამათო თემაა და არაერთგვაროვანი პასუხი აქვს თქვენ შეკითხვას, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენს კვლევაში ჩვენ ავიღეთ გარკვეული განსაზღვრება ღარიბის და მასზე ავაგეთ ჩვენი ნაშრომი. კონკრეტულად ჩვენ შემთხვევაში ღარიბი ნიშნავს ადამიანს, ან უпростоრად ოჯახს, რომელიც დღეს ცხოვრობს მინიმალური საარსებო მინიმუმზე ნაკლები დანახარჯით. საარსებო მინიმუმი მოგეხსენებათ ოფიციალურად არის განსაზღვრული შრომის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური სამინისტროს მიერ და დაახლოებით 150 ლარია. $100 ფარგლებშია უხეშად რო. დიახ, და ჩვენ ღარიბი ვუწოდეთ მოსახლეობას, ანუ ოჯახებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით თვეში ამ ზღვარზე უფრო ნაკლები დანახარჯი აქვთ. თავისთავად ცხადია, რომ ის სამი ჯგუფი, ესე ვთქვათ, განსაკუთრებული პრობლემებს განიცდის. დიახ, ჩვენ ამ კვლევისთვის ავიღეთ განსაკუთრებული აქცენტები გავაკეთეთ სამი კატეგორიის მოსახლეობაზე. ეს არის იძულებით ადგილნაცვალი პირები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ოჯახები, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ. აღმოჩნდა, რომ ეს ჯგუფები, ანუ ამ ჯგუფებისადმი კუთვნილება აპრიორი, ანუ თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი არის უფრო მეტად მოწყვლადი, ვიდრე საზოგადოებაში მცხოვრები სხვა ნებისმიერი პირი. თუმცა ამ ჯგუფებს აქვთ თავიანთი სპეციფიკური პრობლემები. მე გეტყვით რამოდენიმე ციფრს. მაგალითად, იძულებით ადგილნაცვალი პირების ოჯახების 85%-ს არ აქვს საკუთრებაში მიწა. მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი სხვა ოჯახებისთვის შედარებისთვის რომ ავიღოთ, არის დაახლოებით 40%. უფრო მეტად სავალალო სტატისტიკა იძულებით დევნილების 64% არ ფლობს საკუთრებაში ბინას ან სახლს. მაშინ, როდესაც სხვა ჯგუფებში ეს არ აღემატება 7%-ს. ანუ ბინა ერთ-ერთი პირველია, რასაც დევნილები კარგავენ, ხო თავისთავად და ახალი შეძენა კიდევ თავისთავად გაჩნდა. რა თქმა უნდა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წელია გასული, ზოგიერთმა დევნილმა დაკარგა, მათ დიდ რაოდენობა ჯერ კიდევ ვერ შეძლო ის
რომ საკუთრებაში კონდეს ბინა. მაშინ როდესაც საკუთრებაში ბინის ქონა ეს არის მოწყვლადობისგან დაცვის თავდაცვის ერთ-ერთი საშუალება. როდესაც თქვათ ღმერთმა უხსნას და ადამიანმა დაკარგა სამსახური, ან მან დაკარგა შემოსავლის რაღაცა წყარო, როდესაც მას საკუთრებაში აქვს ბინა, შეუძლია ელემენტარულად ან გააქირავოს ეს ბინა. დიახ და რაღაცნაირად აინაზღაუროს ის დანაკლისი. აქ არის ალბათ მეორე მომენტიც, როდესაც ადამიანს არ აქვს ბინა, ის ქირაობს, ანუ რაღაც აქვს თავში საფარი და თუ კი შემოსავალი დაკარგა, საერთოდ უბინაოც რჩება. რა თქმა უნდა, და ჩვენ ასევე შევაფასეთ არა მარტო რაოდენობა, ანუ რამდენი ბინა აქვს ადამიანს, არამედ ხარისხი საცხოვრებლის. იმიტომ რომ უფრო კარგად გარემონტებული ბინა მარტივად რო ვთქვათ, უფრო ადვილად გაიყიდება, ანუ უფრო ადვილად გაქირავდება. ასევე აღმოჩნდა, რომ იძულებით ადგილნაცვალი პირების საცხოვრებელი პირობები ჩამორჩება ჩვეულებრივი ჯგუფების საცხოვრებელ პირობებს, მაგალითად იგივე სახლის რემონტის მდგომარეობთან, სახურავი, იატაკი, კედლების შეფასებით. თუმცა ასევე სხვა ჯგუფებსაც რომ შევხედოთ, მაღალმთიან მოსახლეობაში გამოვლინდა ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგი, მაღალმთიანი მოსახლეობის 70%-ს არ აქვს შესაძლებლობა რომ მიიღოს სუფთა წყალი ან არ აქვს ადეკვატური სანიტარული პირობები. ესეც მოწყვლადობის ერთ-ერთი ფაქტორია იმის გამო, რომ როდესაც ადამიანი არ იღებს სუფთა წყალს საკვებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რა თქმა უნდა უარესდება. შეიძლება თქვათ, რა არის ამის გამომწვევი მიზეზი? ეს შეიძლება კითხვის დასმა რა იწვევს იმას, რაც გვაქვს? ამ კვლევაში კონკრეტულად გამომწვევი მიზეზების კვლევა ძალიან სიღრმისეულად არ მომხდარა, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ შევხედეთ რამოდენიმე კრიტიკულ ფაქტორს, რა შეიძლება იყოს ამისი მიზეზი. მოგეხსენებათ, მაღალმთიანი მოსახლეობას თუ შევხედავთ, იმის მიზეზი, რომ ეს ადამიანები არიან ცოტა უფრო მეტად მოწყვლადები სხვა ჯგუფებთან შედარებით, არის ის, რომ საცხოვრებელი პირობები მაღალმთიანი რეგიონებისთვის არის ცოტა უფრო რთული და ერთი კატეგორია კიდე რითიც ეს ჯგუფები არიან მოწყვლადები, ეს არის საზოგადოებრივი კავშირები. ანუ ქართულ საზოგადოებაში განსაკუთრებულად ის მომენტი, რომ ჩვენ გვაქვს კავშირი მეზობლებთან, ჩვენს ასე ვთქვათ თემთან, ძალიან დიდ ფაქტორს თამაშობს იმაში, რომ დავიზღვიოთ საკუთარი თავი შემდგომი რისკებისგან. ანუ ყავს ადამიანები, რომლებიც გვეხმარებიან. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ. ასევე აღმოჩნდა, რომ მაღალმთიან მოსახლეობას, ისევე როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ადგილნაცვალი პირების გასჭირვების შემთხვევაში საკმაოდ უჭირთ ფინანსური რესურსის მობილიზება. მეორეს მხრივ აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის ფაქტურად საქართველოს საზოგადოებაში ძალიან მცირეა მოსახლეობის ის რაოდენობა, რომელსაც თუ დასჭირდა ვერ მიიღებს მორალურ მხარდაჭერას. რაც სხვათა შორის ძალიან რამაც გააოცა ამ პროცესში ჩვენი უცხოელი ექსპერტები, რომლებიც ამ კვლევაში იღებდნენ მონაწილეობას, იმიტომ რომ ეს ასე არ არის სხვა საზოგადოებებში. ანუ ეს ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ნამდვილად თვალსაჩინო ფაქტორია, რომ ჩვენ გვყავს გარშემო ადამიანები, რომლებიც მივიღებთ მხარდაჭერას მორალურს. ფინანსურს. რა შეიძლება განათლებას? ალბათ ერთ-ერთი ფაქტორი იმისი, რომ ადამიანებს უჭირთ არის, თქვათ, არასაკმარისი განათლების არასაკმარისი დონე. ხო, თავისთავად ცხადია, რაც უფრო ესე უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში, რაც უფრო განათლებული ადამიანი მით ნაკლებად უნდა უჭირდეს, მას უნდა ქონდეს სამსახური, მისთვის უფრო ადვილია, ასე ვთქვით. თუ არის ამ კვლევაში, თქვათ, ამაზე და ვისა აქვს პრობლემები. მე ვიცი, თქვათ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებული პრობლემატიკა, გასაგებია, ჩვენ ხშირად საუბრობთ ამაზე, ელემენტარულად მათ საშუალება არ აქვს, რომ თქვათ უნივერსიტეტში ან სკოლაში ელემენტარული პანდუსების არ ქონა უკვე პრობლემაა თავისთავად ხალხი. მართალ ვზანებთ, ჩვენ სპეციფიურად შევხედეთ განათლების საკითხს და სპეციფიურად შევხედეთ ასევე დასაქმების საკითხს, რომელიც ძალიან მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, რომ ადამიანმა თავი დაცულად იგრძნოს. განათლებას რაც შეეხება, აღმოჩნდა, რომ იძულებით ადგილნაცვალ პირებს აქვთ საშუალოდ უფრო განათლების უფრო მეტი ხარისხი, ვიდრე საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს. და შესაბამისად ისინი უფრო მეტი ალბათობა იმის, რომ მათ ჰქონდეთ ოფიციალური სამსახური, ანუ დაქირავებული სამსახური. ისინი არ იყვნენ თვითდასაქმებულები. დიახ, მაშინ როდესაც მაღალმთიან მოსახლეობა დასაქმების დონე უფრო მაღალია, ვიდრე
იძულებით ადგილნაცვალ პირებში, მაგრამ მაღალმთიან მოსახლეობა მოწყვლადია იმ კუთხით, რომ ისინი არიან ძირითადად თვითდასაქმებულები, რაც შემოსავლის სიმწირეს განაპირობებს. ანუ მათ არ აქვთ ხელფასი, აქვთ რაღაც მატერიალური ქონება შეიძლება აქვთ, თქო, საქონელიან, ხეხილიან ასე. სტაბილური შემოსავალი არ აქვთ. და ერთი მიგნება მინდა კიდევ გაგაცნოთ, ეს არის ის, რომ ყველა ეს ჯგუფი, როგორც უკვე მაგალითები მოგიყვანეთ, მოწყვლადია თავისებურად. ანუ ადგილნაცვალ პირებს უჭირთ საკუთრება, უჭირთ მიწა, რომ გქონდეთ რაღაც გარანტიები, იძულებით გადაადგილებულ ეს თქვით უკვე შეზღუდული შესაძლებლობების პირებს აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, მაღალმთიან მოსახლეობას საკუთარი პრობლემები აქვს და ამიტომ ჩვენ კვლევა ხაზს უსვამს იმას, რომ სახელმწიფომ უნდა გაატაროს სპეციფიური მრავალგანზომილებიანი პოლიტიკა სჭირდება იმას, რომ ამ სპეციფიკური ზომა ყველას არ უშუალო. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად ბუნებრივი დასკვნაა ამ მას შემდეგ, რაც აბსურდს დავინახავთ, ხო მართალია და ნათია, მინდა კითხოთ უბრალოდ ესეთი რამ, იმისათვის რომ გასაგები იყოს ხო ჩემთვისაც და მაყურებლისთვისაც, ის დონე, რაც ჩვენ აღმოჩინეთ, თუ ტარდება ასეთი კვლევები, თქო, სხვა ქვეყანაში და თუ შეგვიძლია შევადაროთ, აი ამ თვალსაზრისით სადა ვართ ელემენტარულად. მინდა გითხრათ, რომ ეს ნაშრომი საინტერესოა იმითაც, რომ ეს არის აბსოლუტურად უნიკალური და ახალი მიდგომა ამ საკითხის შესწავლისთვის. რა თქმა უნდა, არსებობს კვლევები მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც იკვლევს სიღარიბეს, იკვლევს განათლებას, იკვლევს დასაქმებას, მაგრამ კვლევა, რომელიც ამას ყველაფერს ერთ ფურცელზე დადებდა და ერთიანად შეხედავდა, ჯერ არ არსებობს. ეს არის ნამდვილად საქართველოში პირველად განხორციელებული კვლევა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამამ მოიფიქრა, ასე ვთქვათ, დააპროექტა და განახორციელა. ანუ ვერაფერს ვერ ვადარებთ ჯერჯერობით. ვადარებთ გარკვეულ ფაქტორებს ამ კვლევიდან. ანუ როდესაც ჩვენ ვიღებთ დასაქმების დონეს, ჩვენ ვადარებთ სხვა ქვეყანაში რა ხდება, როდესაც ვიღებთ ჯანდაცვის პრობლემებს, ვადარებთ სხვა ქვეყანაში რა ხდება, მაგრამ ამ კვლევაში პირველად ჩვენ შევადგინეთ მრავალგანზომილებიანი მოწყვლადობის ინდექსი, რომელიც პირველია სხვაგან არსად გაკეთებულა და ეს ინდექსი გვეუბნება გვაჩვენებს სწორედ იმას, რომ 70% მოსახლეობის არის შეიძლება იყოს რისკის ქვეშ, აქედან მოსახლეობის ნაწილი რისკის ქვეშ არის, იმიტომ რომ მათ არ აქვთ რესურსები, იგივე ბინა, იგივე სამსახური. მოსახლეობის მეორე ნაწილი რისკის ქვეშ არის, იმიტომ რომ მათ შეიძლება ქონდეთ რესურსი, მაგრამ არ აქვთ საშუალება გამოიყენოს ეს რესურსი. მაგალითად, შეიძლება ადამიანმა მოიყვანოს მოსავალი, მაგრამ ახლოს არ იყოს ბაზარი, ან არ ქონდეს მას ტრანსპორტი, რომ ეს ბაზარზე გაიტანოს და შესაბამისად ვერ მიიღოს ღირებულება. და არსებობს მოსახლეობის დაახლოებით 21%, რომელსაც არ აქვს არც რესურსი და არც საშუალება, რომ ეს რესურსი გამოიყენოს. ანუ ეს 21% არის ყველაზე უფრო მეტად რისკის ქვეშ არსებული მოსახლეობა. ანუ მძიმე მდგომარეობა გვაქვს თლიანობაში შეიძლება ითქვას. თლიანობაში, რა თქმა უნდა, მდგომარეობა ისეთია, რომელიც მოითხოვს სახელმწიფოს მიზანმიმართულ პოლიტიკას და ჩვენ გაეროს განვითარების პროგრამა პრინციპში საკმაოდ მხარს ვუჭერთ დღეს არსებულ სოციალურად ორიენტირებულ პოლიტიკას, ანუ პოლიტიკას, რომელიც ადამიანს აყენებს განვითარების ცენტრში. ეს არის ის, რასაც ჩვენ ზოგადად მთელ მსოფლიოში მხარს ვუჭერთ და საქართველოშიც ვცდილობთ, რომ ყველანაირად ხარში დაუდგეთ. ძალიან მადლობა, ნათია, ჩვენ გვექნება საშუალება დღესვე გადაცემაში მივიღოთ თქო გარკვეული პასუხები უკვე სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლისგან. გადაცემის შემდეგ ნაწილში ამავე თემაზე უკვე ისაუბრებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში, ოღონდ უკვე რეკლამის შემდეგ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში იქნება მატრიცის მორიგის სტუმარი, განვაგრძობთ საუბარს კვლევაზე, რომელიც დღეს გაეროს განვითარების პროგრამამ გამოაქვეყნა. სამშვიდობისა მარიამ, დიდი მადლობა მოსვლისთვის. ძიმე და რთული თემა გვაქვს, შეიძლება ითქვას, თქვენს უსმენთ ალბათ ჩემთან ერთად. ნათია 70% მოსახლეობის გაზ რისკის ქვეშ, რომ ისინი გადავლენ სიგარების ზღვარს მიღმა, უკვე არის 30% და 26% ზუსტად რომ ვთქვათ, ღარიბია ქვეყანაში. რამდენად ეთანხმება, ვთქვათ, ეს რიცხვები
იმ მონაცემებს, რომელიც თქვენ სამინისტროს აქვს, რამდენად არის ეს კორელაცია ეს? ბატონო, მადლობთ მოწვევისთვის პირველ რიგში და ძალიან დიდი მადლობა, რომ მსგავსი კვლევის შედეგებს აშუქებთ და ასევე საშუალებას გვაძლევთ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ზოგადად გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თქვათ ეს დისკუსია გაიმართოს მედიის საშუალებით. დღეს წარმოადგინა გაეროს განვითარების პროგრამამ პირველი კომპლექსური ანალიზი, ეს გახლავთ უნიკალური, ანუ პირველად ჩატარდა მსგავსი მეთოდოლოგიით, მოიცვა საქართველოს მასშტაბით 4000-ზე მეტი შინა მეურნეობა, ანუ 4000-ზე მეტი ოჯახი და როგორც თქვენ ბრძანეთ, კვლევამ გამოავლინა, რომ 70%-ზე მეტი მოსახლეობისა გახლავთ სოციალურად და ეკონომიკურად მოწყვლადი, ანუ დგანან რისკის ქვეშ. პრაქტიკულად ეს გახლავთ დადასტურება იმ საერთო აზრისა, რომელიც არსებობდა დღემდე და თუმცა ოფიციალური სტატისტიკით დასაქმების კუთხით, თქვა სიღარიბის კუთხით ეს არ დასტურდებოდა. ჩვენთვის რეალობა ბევრისთვის ცნობილი იყო, ზოგადად ჩვენს გარშემოც თბილისში კიდევ უფრო კარგი მდგომარეობა, მაგრამ თუ კი გადავხედავთ რეგიონებში და განსაკუთრებით იზოლირებულ, თქვა მაღალმთიან რაიონებში მოსახლეობის მდგომარეობას, ეს ზუსტად ეხმიანება იმ რეალობას, რომელიც ქვეყანაში არსებობს. სამწუხარო რეალობა. სამწუხარო რეალობა არის, თუმცა აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ მიზანმიმართული სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროგრამებზე, თავისთავად თეორიულად ეს არის გამართლებული მიდგომა და იძლევა სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების მიზანმიმართულ და ხარჯთეფექტურ. თუმცა არსებობდა ხო თითქოს წლების განმავლობაში, კი მუდმივად დავა იყო იმ ქულების დათვლაზე, მაგრამ მდგომარეობა, როგორც ჩანს, რადიკალურად ყოველ შემთხვევაში არ გამოსწორებულა თუ არ ვიტყვით, რომ გაუარესდა, იმიტომ ასეთი მაღალი 2/3 მოსახლეობის როდესაც რისკის ქვეშ დგას, რომ ის გაღარიბდება, ისეთი მოდი ერთი სიტყვით ვთქვა, მარტივი პრობლემის გამო, როგორიც არის, ვთქვა, ავადმყოფობა. ხო, მესმის ავადმყოფისთვის ეს არ არის მარტივი, მაგრამ რეალურად ხდება, რომ ადამიანები ავად ხდებიან, არაფერი პრობლემატური არ არის. ძალიან კარგი კითხვა დამისვით. პირველ რიგში შედარებისთვის, სამწუხაროდ შესაძარისი მონაცემები არ გვაქვს წინა წლებთან შედარებით, მაგრამ ფაქტი გამოვლინდა დღევანდელი კვლევით, რომ მოსახლეობის 70% არის რისკის ქვეშ. ამასთანავე გამოვლინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კვლევა იხილოდა სამ მიზნობრივ ჯგუფს, ეს გახლავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, გახლავთ იძულებით ადგილნაცვალი პირები და ასევე მაღალმთიანი რაიონების ცხოვრებლები. შედარებით სხვა მოსახლეობასთან მათი განსაკუთრებული, თქვათ, რისკი და მოწყვლადობა არ გამოიხატა. ანუ ღარიბი და არაღარიბი მოსახლეობის კუთხით ბევრად უფრო მეტი თანხwebdriver გამოვლინდა, ანუ მოწყვლადობას და რისკს უფრო მეტად განსაზღვრავს სიღარიბის დონე, ეკონომიკური შემოსავალი, ვიდრე რომელიმე ჯგუფს მიკერძოება. სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი და არგუმენტი იმ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ თებერვლის ბოლოს. ჩვენი ოპონენტები ხშირად გვაკრიტიკებდნენ, რომ არ არის აუცილებელი ერთიანად საერთო მოსახლეობაზე მოხდეს ამ სახსრების გადანაწილება, მაგრამ დამეთანხმეთ, რომ 100 ლარით ზედმეტი ან ნაკლები შემოსავალი რეალურად არ უცვლის სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს მოსახლეობას და შესაბამისად სწორედ ეს ფინანსური რისკები, რომელიც ყველაზე ხშირად იყო დაკავშირებული სამედიცინო სერვისის მიღებისგან, ეს გახლავთ ყველაზე დიდი ფინანსური დარტყმა ჯანდაცვის სექტორში. ბოლო მონაცემებით საერთო სამედიცინო დანახარჯების 70% მოდიოდა ეგრეთ წოდებულ ჯიბიდან გადახდაზე. ანუ როდესაც მოსახლე თვითონ იხდის საკუთარი, თქვა, ხარჯის საკუთარ ხარჯებს ანაზღაურებს და საერთაშორისო რეკომენდაციით, იგივე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებით, ჯიბიდან გადახდა არ უნდა აღემატებოდეს 20%-ს. დანაშაული უნდა იყოს ან დაზღვეული, ან დაფარული სოციალური თუ კერძო სადაზღვეო სქემებით. აქვე ძალიან საინტერესო ფაქტი გამოვლინდა იგივე აღნიშნული გაეროს კვლევიდან, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობაში, როგორც სამისნე ჯგუფში, ასევე ზოგადად ჩატარებულ გამოკვლევებში, ძირითადი პრობლემა და ძირითადი ბარიერი, რომელიც დაისვა, რატომ არ ღებულობდნენ, ან რატომ არ მიმართავდნენ ექიმს ჩვენი მოსახლეობა, სწორედ იყო ფინანსურ რესურსთან დაკავშირებული. იგივე დადგინდა, ჩვენ ამას ეხლახანს ჩავატარეთ, რეფერალური პროგრამა არსებობს ესეთი უწყებათა შორისი კომისიის ხელმძღვანელობით. ჯანდაცვის სამინისტრო ეხმარება იმ მოსახლეობას, რომელსაც არანაირი სადაზღვეო სქემით და სხვადასხვა პროგრამა არ გააჩნდა.
გავაკეთეთ ბოლო 1 წლის განმავლობაში ანალიზი თუ რომელი, თქვა, სოციალურ-ეკონომიკური ჯგუფის ან ასაკობრივი კატეგორია იქნებოდა ყველაზე უფრო მოწყვლადი, ესე თქვა და რისკის ქვეშ. აქაც არ გამოვლინდა არანაირი. ანუ თანაბრად არის რისკი გადანაწილებული, ახალგაზრდა ხარ თუ არა. სამწუხაროდ ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური ზოგადი განვითარების დონე სამწუხაროდ დღეს არ იძლევა ესეთი კაფიო დიფერენციაციის საშუალებას რამდენად ვართ დაცული სოციალურად და ეკონომიკურად, რამდენად არა. აქვე საინტერესო კორელაცია იყო განათლების დონესთან, რაც უფრო მეტი, თქვათ, განათლების რესურსი გააჩნია ოჯახს და კერძო საკუთრება, რა თქმა უნდა, ეს განაპირობებს თქვათ, რისკებისგან უფრო მაღალ დაცვას, მაგრამ ზოგადი მდგომარეობა სამწუხაროდ დღემდე რჩება. უყვილო კითხვა მაქვს, რამდენად შესაძლებელია არსებული მდგომარეობის გამოსწორება, გონიერ ვადებში. ეს რეალურად სასწრაფო რამ არის, როდესაც ამხელა მოსახლეობის ასეთ რაოდენობაზეა ლაპარაკი, რისკის ქვეშ დგანან, ეს პრინციპში ანგრევს თლიანად ქვეყანას. აქ არ არის საუბარი მარტო იმ კონკრეტულ ოჯახებზე, ვისაც პრობლემა აქვს. ხო, როდესაც ქვეყანაში 70% ღარიბია ან რისკის წინაშე, ეს მთელ ქვეყანაზე აისახება საბოლოო ჯამში. ზოგადად პრობლემის გადაჭრა უფრო მაკროეკონომიკური და ესე თქვათ ზოგადად ქვეყნის განვითარების პარამეტრებზე იქნება დამოკიდებული. აქ ჩაგიჭრებით, აი გაეროს დასწრებში ზუსტად წერია, რომ მიუხედავად ეკონომიკური ზრდის თითქოს და მაღალი მაჩვენებლისა, ვითარება მაინც რთულია. ანუ როგორც ჩანს, ეს არ არის მთავარი პარამეტრი ამ პრობლემის გადასაწყვეტად. აქ რესურსების გადანაწილებაზე არის საუბარი, აქ არის რესურსების როგორც ხელმისაწვდომობაზე, როგორც მატერიალური, ასევე ადამიანური და სოციალური, ასევე რამდენად აქვს საშუალება ადამიანს ესა თუ ის რესურსი მოიხმაროს. ძალიან კონკრეტული მაგალითისათვის კვლევამ გამოავლინა, რომ სოციალურად დაუცველი, ანუ მოსახლეობა, რომელიც თავის თავს თვლის, ასე ვთქვათ, სოციალურად დაუცველ ფენად, 25%, ანუ 1/4-ს არც მიუმართავს განაცხადისთვის, იგივე სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, რომ დაფიქსირებული იყვნენ ერთიან ბაზაში და შესაძლებელია მათ მინიჭებოდათ ქულა, რომლითაც მიიღებდნენ სოციალურ დახმარებას. რა იწევს ამ უზრუნველობა თუ სიცოცხლის ერთი მხრივ ინფორმაციის ნაკლებობა, მეორე მხრივ შეიძლება იყოს უნდობლობის ფაქტორი და მესამე ალბათ შემგუებლობის ფაქტორი. კვლევის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო თქვათ შედეგი გახდათ ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ 65% შემთხვევაში მოსახლეობას თქვათ შოკური დარტყმა განიცადა ეს სამსახურის დაკარგვით თუ საცხოვრებელი ფართის დაკარგვით, თითქმის ნახევარზე მეც არანაირი თქვათ ქმედება არ განუხორციელებინა, რომ რეალურად შეეცვალა თავისი მდგომარეობა. ანუ პასიური მიდგომა ზოგადად ინდივიდუალური განვითარებისთვის, ესეც არის შეიძლება ტრადიციიდან გამომდინარე და ჩვენი ზოგადად სოციალური, თქვათ, საზოგადოების ცნობიერებიდან გამომდინარეობს. თავისთავად, თქვათ, ინდივიდუალური იგივე სამეწარმეო, თქვათ, ინიციატივების ხელშეწყობა, ეს არის თემები, რომელიც ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პარალელურად უფრო მეტად ვლინდება. რაც შეეხება გამოსწორების საშუალებას, ძალიან მიხარია, რომ დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ეს პირველი ნაბიჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ფარგლებში უკვე არის გადადგმული და 1 თებერვლიდან იცით, რომ მინიმალური პაკეტი არის ძალაში შესული. ეს იცავს საქართველოს იმ მოსახლეობას, რომელიც აბსოლუტურად არც ერთ სადაზღვევო პროგრამაში არ მონაწილეობდა, დაახლოებით 2,200,000 მოსახლეს იცავს აი იმ კატასტროფული ფინანსური დანახარჯებისგან, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო საჭიროებიდან. აქვე შემიძლია გავაშერო ჩემი კოლეგების, რომლებიც სოციალური, ესე ვთქვათ, პორტფოლიოს ხელმძღვანელობენ სამინისტროში, მათი გეგმები, რომ 1 აპრილიდან ეტაპობრივად გაიზრდება სოციალური დახმარებები და მათ შორის როგორც ასაკით პენსიონერებისთვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, პირველი ჯგუფის ინვალიდებისთვის იწყება აპრილიდან და შემდგომ სექტემბრისთვის გაიზრდება შემწეობა და მეორე ჯგუფის ინვალიდებისთვის ივლისიდან მოხდება ამ შემწეობის გაზრდა. რაც შეეხება
სოციალური დაუჯდომილ ოჯახებს სამინისტროში არსებული მეთოდოლოგიის მიხედვით თქვენ მოგეხსენებათ რომ არსებობს სარეიტინგო ქულა 57,000-ზე რომელიც მუდმივად საკამათოა რის მიხედვით მეთოდოლოგია ყოველთვის ცვლადების ესე თქვა კალკულაციაზე არის დამოკიდებული ამიტომ საკამათო ყოველთვის იქნება აი მინდა გითხრათ მაპატით რო გაწყვეტინებთ გუშინ და დღეს ხო Facebook-ში არის ატეხილი ერთი ამბავი ბავშვის ხუთშვილიანი ოჯახის ქალბატონი აცხადებს რომ ნუ მას ჩამოერთვა ეს ანუ ჩამოერთვა სოციალური თუ არ მისცეს თუ რაღაც გაუგებრობა მოხდა ერთ სიტყვით მაშინ როდესაც მას ეკუთვნის და ეხლა დაპირდნენ რომ თავიდან განიხილავენ მის საკითხს ანუ ეს სარეიტინგო ქულები როგორც ჩანს არ არის გამოსავალი იმიტომ რომ შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არ არის და შესაძლოა კონკრეტულ შეცდომას აი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს პატარა ბავშვის ხო ასე რომ ეგეც ამ შემთხვევაში ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვათ მოგახსენოთ, როდესაც ხდება განსაკუთრებით ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე, ვთქვათ რაიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის, თუ კი ისინი არ ეთანხმებიან არსებულ სარეიტინგო ქულას, შესაძლებელია რომ ადგილობრივი თვითმმართველობა, ანუ მუნიციპალიტეტი ჩაერთოს და შუამდგომლობა გაუწიოს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეს იყოს უკვე მიღებული, ვთქვათ, ხილახალი გადათვლის პროცესში. ამის საშუალება არსებობს და ამ საკითხს დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები უკვე სწავლობენ ჯანდაცვის სამინისტროში. სწავლობენ, როგორც ჩანს მოგვარდება ეს ამბავი. ზოგადად დავამბობთ ახლა გაეროს თავი. თქვენი შეფასებით, სამინისტროს შეფასებით, როგორია მდგომარეობა ქვეყანაში სოციალურად? ჩვენს უგესმის ჩვენ გვჭირდება სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი. გაეროს მონაცემები მაინც ძალიან რთულია, მე გადავხედე და მე ვთქვი ძალიან კომპლექსური შესწავლა არის ამ შემთხვევაში. უფრო ზოგადი სურათი რო წარმოგიდგინოთ, როგორ ხედავს სამინისტრო მას? სად არის ყველაზე მტკივნეული წერტილები დღეს? ალბათ მთავარი ამომავალი პრობლემა, ანუ ყველა გზას მივყევართ. ერთი ძირითადი პრობლემისთვის ისევ და ისევ ეკონომიკური, თქვათ, კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის ეს გახლავთ დასაქმების პრობლემა. ეს საკითხი თითქმის ყველა ანალიზში და კვლევაში არის წარმოჩინებული. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მხოლოდ 15%-ია უმუშევრობის დონე საქართველოში, არ ვიცი, ალბათ ნაკლებად დასაქმებული. თუმცა სხვა კვლევები თქვათ აჩვენებს, რომ 70% თავს მიიჩნევს უმუშევრად. ძალიან უცნაურია ეს. აქ გახლავთ ის ფაქტი, რომ 1,600,000 ადამიანი ითვლება დასაქმებულად ან თვით დასაქმებულად ან ფორმალურ სექტორში. $1,600,000 უკაცრავად. ფაშლაკნას რო ერთ. ჩინეთში შეიძლება საქართველოს. ამათ შორის მხოლოდ 600,000 არის ფორმალურ სექტორში დასაქმებული. აი სტაბილური დასაქმება და შრომითი პირობების გაუმჯობესება და შრომითი პირობების გარანტიები გახლავთ ერთ-ერთი ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი სოციალურ და ეკონომიკურ მოწყობილობაზე. აი მაღალმთიან რაიონებზე, რომლების პრობლემა თქვათ იდენტურია იმისი ალბათ რაც თელს ქვეყანაშია, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან გამოკვეთილია იმ თვალსაზრისით, რომ ეს გაბნეულად სოფლებში 2-3 ადამიანი ცხოვრობს, ნელი დასაჯერებელია რომ ხა იქ ვიღაცა ჩავდა ქარხანას ააშენებს. შორია, გზები არ არის, კომუნიკაციები არ არის, არაფერი. აი თუ არსებობს რამე სპეციალური პროგრამა ზუსტად მაღალმთიან რაიონებში. ჯანდაცვის კუთხით შემიძლია მოგახსენოთ, რომ ტრადიციულად არსებობდა ეგრეთ წოდებული სპეცდაფინანსება სამედიცინო სერვისების მაღალმთიან რაიონებში და სწორედ აი ამ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის იმის გათვალისწინებით, რომ კომერციულად არ არის მომგებიანი იქ ინდივიდუალური, თქვათ, ბიზნესის წარმართვა და სამედიცინო დაწესებულების, თქვათ, თვითშენარჩუნება, თვითდაფინანსების შენარჩუნება, იყო გათვალისწინებული ცალკე დამატებითი დაფინანსება. ამასთანავე მინდა გითხრათ, რომ დღეისათვის ჯანდაცვის სამინისტრო იხილავს, ხელახლა ხდება არსებული დაფინანსების გადახედვა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ვერ მივაგენით ლოგიკურ ბაზის თუ როგორ ხდებოდა ამ არსებული სპეცდაფინანსების გამოთვლა. გვინდა მივიღოთ ერთიანი, თქვათ, ლოგიკური კალკულაციის მექანიზმი, რომლითაც მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ყველა იმ სარისკო ფაქტორს, თქვათ, ტერიტორიული იზოლაციიდან გამომდინარე, მცირე რიცხოვნობიდან გამომდინარე, რომლითაც თითოეული მოსახლე იქნება დაცული მაღალმთიან რაიონში. ძალიან მადლობა, მარიამ, იმედი მაქვს წარმატებას გისურვებთ, იმედია რომ თქვათ ეს ძალიან
შოკური პირდაპირ თქვა რიცხვები გამოსწორდება უახლოეს თვეებში და უახლოეს პერიოდში მარიამ ჯაში ჯანმრთელობის მოადგილე იყო მატრიცის სტუმარი გადაცემის შემდეგ ნაწილში თბილავი ამშენის პრობლემებზე ყოფილი აქციონერები 2010 წელს სახელმწიფოსთვის გადაცემული ქონების დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ მატრიცაში კახა ჟღენტი რეკლამის შემდეგ თბილავი ამშენის ყოფილი პარტნიორები და აქციონერები საკუთრების დაბრუნების პროცესს იწყებენ. საქართველოს ერთ-ერთი საავიაციო საწარმოს პრივატიზება 2004 წელს განხორციელდა გასაყიდმა ფასმა, მაშინ 67 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. თუმცა 2010 წელს კომპანიის პარტნიორებმა პრაქტიკულად ერთსულოვნად საკუთარი წილები უსასყიდლოდ დაუბრუნეს სახელმწიფოს. დღეს კი კომპანიის ყოფილმა პარტნიორებმა ქონების დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. მატრიცაში კახა ჟღენტი. სამუშაოების ახლა დიდი მადლობა მოსვლისთვის თავიდანვე საეჭვო იყო ის გარემოებები, როდესაც ადამიანებმა ესეთი ალტრუიზმი გამოიჩინეს, ანუ არა 2 და 3, არამედ 2 ათეულმა უფრო მეტმა ადამიანმა გადაწყვიტა ძვირად ღირებული ყველაზე დიდი ესე ვთქვათ საწარმო ქვეყანაში უცებ ეჭვქებინათ სახელმწიფოსთვის. თავიდანვე იყო ამაზე ეჭვები, მაგრამ ეჭვები დღეს გამყარდა. რა მოხდა 2010 წელს თუ შეგიძლიათ რომ ოქტომბრივად, როგორც აღნიშნეთ, 2010 წელს დაიწყო ეს ყველაფერი, რომელიც ივნისის თვეში დაგვირგვინდა, შემდგომში უკვე წილების უსასყიდლოდ დათმობა, ანუ ჩუქება, რომელიც ჩვენ გადავეცით ეკონომიკის სამინისტროში მოხდა ეს გაფორმება ხელშეკრულების. რეალურად ყველაფერი დაიწყო 2010 წლის იანვრიდან. ჩვენი მთავარი აქციონერის და გენერალური დირექტორის პანტიკო თორდიას დაბარებით, ჯერ კონტრაზვერის დეპარტამენტში შემდგომში თებერვლის თვეში ჩვენ გვიჩერებენ საჯარო რეესტრი გვიჩერებს სამეწარმეო რეესტრს შესაბამისად ეს სამეწარმეო რეესტრის შეჩერება ნიშნავდა იმას რომ ჩვენ არ შეგვეძლო ახალი კონტრაქტები დაგვედო ანუ დაგვედასტურებია თუ ვის ქონდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საბაბი იწერება ეს გიჩერება ამას ამიტომ ჩვენ მივმართეთ რა თქმა უნდა სამეწარმეო რეესტრს მათ ერთ დღეში უნდა გააკეთონ ეს იუსტიციის სამინისტროს ამ სამსახურმა ეს ამონაწერი შესაბამისად არანაირი პასუხი ეს გრძელდებოდა თვეების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ხვდებოდით, რომ რაღაც მძიმდებოდა, შესაბამისად თავდაცვის სამინისტრომ, მაშინდელი თავდაცვის სამინისტრომ უკვე ფინანსირება შეწყვიტა, გარკვეული პროექტები არსებობდა და ჩვენ მათ უსრულებდით და ეს ფინანსები აღარ მოდიოდა, ანუ რაღაც წრე ირკვებოდა ჩვენს გარშემო. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ეჭვები და ჩვენ ხვდებოდით, რომ ელოდებოდნენ არჩევნებს. მაშინ იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა 30 მაისს და როგორც არჩევნები ჩატარდა, იმ წუთშივე ივნისის თვეში შემოდის ჯერ ფინანსური პოლიცია, გააქვთ ყველა მთელი 80-მდე ტომრით გააქვთ დოკუმენტაცია, ელექტრონული ვერსია, კომპიუტერები, ყველაფერი და შემდგომში უკვე მივხვდით რომ რაღაც გადაწყვეტილებები უნდა ყოფილიყო და აიღო ფინანსურმა პოლიციამ მთელი ეს დოკუმენტაცია წესდებას უნდა შეისწავლონ და გარკვეული დასკვნა უნდა დაწერონ ხო თუ არსებობს რაღაცა პრობლემები უნდა ითქვას რომ აი საწარმოს აქვს ეს პრობლემები აქვს დავალიანება ბიუჯეტის წინაშე არა იყო გაკეთებული მსგავსი არაფერი არ ყოფილა კი არა კანონდარღვევით მოხდა ამის ამოღებაც არ შედგენილა არავითარი მიღება ჩაბარების აქტი ესეთი ერთ დღეში როგორც გითხარით 80 ტომარაში ჩაყარეს ეს ყველაფერი და წაიღეს შემდგომში მე გავასწრებ მოვლენებს როდესაც ჩვენ გადავაფორმეთ ეს და ჩუქება ანუ ჩუქება არ იყო ეს იყო იძულებით გარიგების დადება შემდგომში როცა დამთავრდა ისევ ეს 80 ტომარა ისევ უკან მოიტანეს არც ერთი გახსნილი არ იყო ლუქებიც კი ედო ეს იყო უბრალოდ ფსიქოლოგიური ზეწოლისათვის და ამის გაგრძელება იყო ის რომ 25 ივნის შაბათ დღეს იბარებენ თავარ აქციონერს ანუ ვისაც საკონტროლო პაკეტის ფლობელს და გენერალურ დირექტორს პანტიკო თორდიას ფინანსურ პოლიციაში და იქ მიდის მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა უკვე 5 საათის განმავლობაში დაკითხვა ერთი ოთახიდან მეორეში გადაყვანა როგორც უკვე თვითონ ყვება ამ ფაქტს მე რა თქმა უნდა ამას არ ვესწრებოდი და ბოლოს კითხვა იყო რა არის თქვენი მიზანი რა გინდათ რისი მიღწევა გინდათ მე ბრალდებად წაუყენეს ბრალი რომელზეც პროკურორის იყო თაღლითური გზით სახელმწიფოს შეცდომაში შეყვანით ქარხნის მითვისება როგორ შეიძლება საბარიერო თვითონ პრივატიზაციის პროცესი პრივატიზაცია რომელიც განხორციელდა 2004 წელს ვარდების რევოლუციის შემდგომ ანუ ეს ეკონომიკის მინისტრი იყო ბენდუკიძე და პრივატიზაცია ჩატარდა აბსოლუტურად გამჭვირვალეთ აბსოლუტურად ღიად და იქ კითხვები არ შეიძლებოდა და პირველ რიგში თვითონ არ შეიძლება იმიტომ რომ ეს ის მთავრობა რომელმაც მოყიდა ჩვენ ეს ქარხანა შესაბამისად თორდიას პასუხი იყო რომ
თუ ეს არის ზეწოლა პანტიკოსორი ის არ არის მე წავიკითხეთ ხო და მომისმენი ამისთვის აი თქვენი წილის გადაფორმება როგორ მოხდა ხო აი ჩვენზე იყო ზეწოლა აი რაში გამოიხატებოდა კონკრეტულად თქვენ შემთხვევაში კონკრეტულად ჩემ შემთხვევაში ზეწოლა არ განხორციელებულა როგორ იყო ესე იგი ეს 26-ში როცა 25-ში როცა ვთქვით შაბათი დღე ის დათანხმდა გადაფორმებას ჩვენ ვიყავით სამი პარტნიორი ესე იგი სამი პარტნიორი ფლობდით 100% შეპესეთი ველავი ამშენის და გვიბარებენ მეორე დღეს გვირეკავენ და გვეუბნებიან რომ კვირა დღეს გამოცხადებით ეკონომიკის სამინისტროში, რათა მოხდება ამ ხელშეკრულების გაფორმება, ანუ წილების უსასყიდლო დათმობა. პირადად მე არ დამკავშირებინა, პირადად არც მეორე პარტნიორს, მაგრამ როგორც ჩვენს ძირითად აქციონერზე იყო ზეწოლა და შესაბამისად მას ცალსახად უთხრეს, რომ თუ ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, იქნებოდა მაშინ პატიმრობა, ასე რომ ვთქვათ. ამდენად ჩვენ ვერ დავაყენებდით ჩვენს პარტნიორს დარტყმის ქვეშ და ამდენად არ ქონდა ჩვენი მხრიდანაც ამ წინააღმდეგობის გაწევა. ამიტომ ამ სამმა პარტნიორმა აი ასე კვირა დღეს ეკონომიკის სამინისტროში მივდივართ, იქ ხვდება ჩვენ ნოტარიუსი, უკვე სამხედრო პოლიციის წარმომადგენელი, უფროსი სწორედ და მათი თანდასწრებით დგება ოქმი, რომ ჩვენ თანახმავართ პირველ რიგში პარტნიორმა ეს ვაჩუქოთ სახელმწიფოს, მეორე შემთხვევაში უკვე ფორმდება ხელშეკრულება უსასყიდლო წილის დათმობის. რა მდგომარეობაში იყო თბილავი ამშენი მაგ პერიოდისთვის ჩვენ მოგვისმენია პრეზიდენტის გამოსვლა თბილავი ამშენთან დაკავშირებით, როდესაც აცხადებს, რომ აი იყო გაპარტახებული, გავერანებული და მას შემდეგ რაც საწარმო გახდა სახელმწიფო ქონებად გადავიდა სახელმწიფო მფლობელობაში, ის თქვათ ხელმეორე სიცოცხლე მიეცა და აყვავდა და ასე შემდეგ. რომ გითხრათ პირდაპირ რა თქმა უნდა რომ ეს არ იყო სიმართლე და პრეზიდენტმა იწრუვა ამ შემთხვევაშიც და ფაქტები ამასთან დაკავშირებით ქარხანა გადადის ივლისის თვეში სახელმწიფო საკუთრებაში და უკვე სექტემბერში, ოქტომბერში იწყება ლაზიკას გამოშვება. შეუძლებელია ნებისმიერ გაპარტახებულ, ნებისმიერ დანგრეულ საწარმოში 2 და 3 თვეში მოხდეს ამ წარმოების ისე დონეზე მოყვანა, რომ შესაძლებელი იყოს გარკვეული სამხედრო ტექნიკის წარმოება. არა მარტო რაში დაჭირდათ მაშინ? იყო ქარხანა, რომელიც მუშაობდა, იყო საწარმო კომპანია, რომელსაც მართლა ერთ-ერთი დიდი საწარმოა ხო საქართველოში თუ ყველაზე დიდი არა, შეაქვს ბიუჯეტში აქვს შენატანები, ხა ყველას ახსოვს ალბათ ის კონტრაქტი, რომელიც თქვენ ხონდათ ხო ისრაელთან, როდესაც სულ 25-ზე ხდებოდა რას ნავიგაციის სისტემების დაყენება, რთული თემა ავიაცია და ამიტომ ყველა შეიძლება დეტალებში არის ის, მაგრამ ისე მაინც ხო ყველას მოусმენია მუშაობ ბიუჯეტში ფულში. რატო დგება საჭიროება ჩამორთმევის თუ კი აწყობილი ბიზნესი, აწყობილი საწარმოო? ამ კითხვაზე ბოლომდე პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ ჩვენი ეჭვები არის ის, რომ ეს ჭირდებოდათ პიარისათვის. რომ მათ ეთქვათ, რომ აი ჩვენ გავაკეთეთ, ეს კერძო კომპანიამ კი არ გააკეთა, რომელსაც შეეძლო. რა თქმა უნდა, რომ სახელმწიფო შეეძლო, რომ კერძო კომპანია უფრო მომგებიანი იქნებოდა მათთვის, დაედოთ კონტრაქტი, ეთქვათ, ეს არის შესასრულებელი, ეს იქნებოდა კომპანიისათვისაც კარგი დასაქმებული ადამიანები, ბიუჯეტში გადასახადები, შემოსავლები და სახელმწიფოსათვის დაზოგილი რესურსები. იმიტომ რომ შემდგომში გაირკვა, რომ საწავიდა დაახლოებით 100 მილიონი დღესაც სამართალდამცავი ორგანოები არ ვიცი ამ 100 მილიონის ისტორია თქვენ მოგეთ. არა, ამ 2 წლის განმავლობაში, 2 წლინახევრის განმავლობაში და როდესაც სახელმწიფო ფლობდა ამ კომპანიას, აქ გაიარა თავდაცვის სამინისტროს 100 მილიონამდე თანხამ. საწავიდა, რა პროექტებზე დაიხარჯა და რა შედეგი მივიღოთ, შეიქმნა რამოდენიმე ლაზიკა, საექსპერიმენტო მოდელი, შეიქმნა ასევე დიდგორის მოდელი, მაგრამ ისინი არც ერთი დღე შეიარაღებაში არ არის მიღებული. ის არის საჩვენებელი მოდელები, რომელსაც რუსთაველიდან მხოლოდ 31 ქარხანამდე აქვს გავლილი გზა. ამას ჭირდება ძალიან გრძელვადიანი პროცესი არის. ეს არის სერტიფიცირების პროცესი, ეს არის გამოცდების პროცესი, სპეციალური პროგრამების შედგენა იმისათვის, რომ პირველ რიგში ჯერ შეიარაღებამ, ჩვენმა შეიარაღებამ და შემდგომში ვიფიქროთ იმაზე, რომ პოტენციალი, საექსპორტო პოტენციალი იყოს. თუ მიდიოდა, თქვა, მუშაობა იმ კონტრაქტებზე, რომლებიც სახელმწიფოსაც თვის საწარმოს გადაცემამდე იყო გაფორმებული. რა მდგომარეობა ამასთან დაკავშირებით? თქვენ გქონდათ რაღაც კონტრაქტი? რაღაცაზე მუშაობთ. ფაქტობრივად ის კონტრაქტები, ძირითადი კონტრაქტები რა თქმა ავიაცია. ჩვენი მიმართულება და 80% თუ მეტი არა იყოს ავიაცია იყო. ფაქტობრივად ავიაცია გაჩერდა. აი ეს 3 წლის განმავლობაში, რაც სახელმწიფოს გადაცემულია, ნაკლები ყურადღება ეკდა წინა მთავრობას, ყოველ შემთხვევაში საერთოდ ინტერესი არ ქონდა ავიაციისათვის. არ და ავიაცია არის ისეთი მაღალი ტექნოლოგიები. თუ არის ავიაცია, იქ შეიძლება ყველაფრის წარმოება, იმიტომ რომ ეს არის მუდმივად მზარდი ყველაზე თანამედროვე თუ შენ ფეხი არა უწყე, მაშინ უჩვე გაჩერდები და მოკვდები. ჩვენ არ იყო ეს მარტო რომ მოიერის შეთვითვნება 25-ის წარმოება იყო. იქ ათვისებული იქნა უნიკალური თანამედროვე ტექნოლოგია, უკვე ბიზნეს თვითმფრინავები, რომელიც არის სპეციალური კომპოზიტური მასალებისაგან, რომელიც
ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ფაქტობრივად მეორე საწარმო ვიყავით ჩვენ სოფლიოში, რომელმაც ეს ახალი ტექნოლოგია ავითვისეთ. ესე იგი, რას ანუ ეს ყველაფერი გაჩერებულია. რა თქმა უნდა, გაჩერებული. რისკენ მივდივართ? ქარხნის კვალიფიკაცია არის ქარხანამ დღეს მდგომარეობით დაკარგა საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატები, რომელიც არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ გავიდეთ საერთაშორისო ბაზრებზე, რომ ჩვენ დაგველაპარაკონ უცხოელი ინვესტორები, რომ ჩვენ ხომ მარტო შიდა მოხმარებისათვის არ გქონდა ეს პროდუქცია, ეს იყო საექსპორტო მაჩვენებელი და თუ თქვენ გახსოვთ, წინა წლებში 2010 წლამდე ყოველთვის პირველი ან მეორე საფეხურზე საექსპორტო მაჩვენებელი იყო ავიაცია და როდესაც ინვესტორი ქვეყანაში შემოდის, არა მარტო ავიაციაში, არამედ საერთოდ ზოგადად დაუყურებს, რომ ქვეყანა არის ესეთი პატარა ქვეყანა, შეუძლია რომ თვითმფრინავი აწარმოოს, კონდეს სამხედრო პოტენციალი საკმაოდ მაღალი და უკვე საექსპორტო მონაცემები აქვს, რა თქმა უნდა, მათ პირველ რიგში უკვე სხვანაირად უყურებენ ქვეყანას. ამჟამად თქვენი საწარმო არის ეკონომიკის სამინისტროს მფლობელობაში გამგეობაში მართვაში და უბრუნდა თუ გქონდა თქვა საუბარი, მთავრობა შეიცვალა, ახალი ეკონომიკის მინისტრი ყავს, ახალი მთავრობა ყავს თლიანად, თუ იყო საუბარი მათთან და რას ამბობენ ისინი, ვისია ეს საწარმო? ნუ უშუალოდ მინისტრთან არ ყოფილა საუბარი, მაგრამ იყო ედადონეზე, მაგრამ ზოგადად ჩვენ გვქონდა მანამდე თავდაცვის მინისტრთან საუბარი, როდესაც თავდაცვის სამინისტროში მართვაში იმყოფებოდა ეს და ბატონ ირაკლის პოზიცია იყო ასეთი, რომელიც ამდენიმეჯერ დააფიქსირა, რომ იარეთ ჩვენი მხრიდან არ იქნება ხელი შეშლა, ეს წარმოება არ არის თავდაცვის, არ არის საჭირო რომ იყოს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში და სამართლებრივი გზით. თავდაცვის სამინისტროს უბრალოდ შეუძლია გქონდეს კონტრაქტი საწარმოებასთან და ჩვენ ზუსტად ამას მექანიზმს ვხსნიდით, როგორ შეიძლება ეს არსებობდეს, რომ უნდათ მოდიან, არსებობს საკონსტრუქტორო ბიურო, ჩვენი კონსტრუქტორები ამუშავებენ, მე არსებობს კი, შემორჩენილია ეს რაღაც საწარმოო. რა თქმა უნდა. თვითონ ქარხანაში ჯერ კიდევ არის, თქვენ ბრძანეთ რომ 3 წელია პრაქტიკულად აღარ მუშაობს. კი, მაგრამ თუმცა იქ რაღაცები იქნება. არ იქნება ავიაცია, მაგრამ იცით რომ იქნება დიგორი, ისა დამუშავების პროცესში. რა თქმა უნდა ეს აკეთებს ამას ყველაფერს საკონსტრუქტორო და საინჟინრო პოტენციალი, რომელიც არსებობს. მე მინდა გითხრათ რომ წინა 2010 წლამდე ეს იყო 2005-6 წლებში 30 კონსტრუქტორი ჩვენ გადავამზადეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის ხალხი, შესაბამისად რომლებიც მუშაობენ ძალიან თანამედროვე პროგრამების მეშვეობით. რატომ გკითხეთ მე ეკონომიკის სამინისტროზე, თუნდაც თავდაცვის სამინისტროზე, როდესაც თქვენ შეიტანეთ ახლა სარჩელის სასამართლოში, სარჩელს უნდა ყავდეს მოპასუხე მხარე, ხო? ეს მოპასუხე მხარე ამ შემთხვევაში გამოდის ეკონომიკის სამინისტრო. იმიტომ გეკითხებით, როგორია მათი პოზიცია. ფიქრობენ ისინი, რომ თქვათ, ის რაც მოხდა 2010 წელს, მოხდა კანონიერად და შესაბამისად ეცდებიან, დაიცვან თავისი უფლება ამ საწარმოზე. თუ ეს პროცესი გარკვეულწილად ფორმალურ ხასიათს მიიღებს, იმიტომ რომ ეკონომიკის სამინისტრო გამოაცხადებს, რომ ჩვენ არ აგვაქვს პრეტენზია, რომ ის იყოს ჩვენი არის ამ ადამიანების და დაუბრუნეთ. როგორ ფიქრობთ, როგორ ალბათ მე ვფიქრობ, რომ დაახლოებით ასეთი პოზიცია ექნება ეკონომიკას სამინისტროს, იმიტომ რომ არ არსებობს ფაქტები, რატომ უნდა წავიდნენ ისინი ამის წინააღმდეგ. ერთი დღეს არის ახალი მთავრობა, ხო? ახალ მთავრობას გაცხადებული აქვს სხვა პოზიცია, რომ საკუთრების უფლება აღდგენა, მესაკუთრეთა უფლებების დაცვა და ადამიანის უფლებები. ზოგადად, ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ყველა ფაქტია იმისა, რომ ეს იყო იძულება. იძულებიდან გამომდინარე, სამართლიანობა უნდა აღდგეს და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკის სამინისტრო ამ პოზიციას არ შეეწინააღმდეგება. ფაქტობრივად არ იქნება მას არგუმენტები, რომ შეეწინააღმდეგოს. ძალიან დიდი მადლობა, ახლა წარმატებას გისურვებთ. იმედია ახალ თვითმფრინავში ჩვენც გავასწრებთ ავიაციის ფანი ვარ ბავშვებიდან. ახლა მადრისის სტუმარი გაცემა ამით დასრულებულია ზუსტად 8-ზე თეაშველიძის ბიზნესის დრო პირდაპირ ეთერში მეორე შევათრებთ.